NDI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც ისევე როგორც AIRA-ის კვლევის მიხედვით, მეცხრე საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი ენდობა. ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრი რამდენიმე მიმართულებით შეისწავლა. რა როლი ითამაშა მედიამ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში და რატომ არ დაემთხვა NDI-ის ბოლო კვლევისა და საპარლამენტო არჩევნების შედეგები. თავარ კითხვას ლუის ნავარო უპასუხებს. მანამდე, რა იყო ქართული ძეგლების აღდგენის თაობაზე თურქეთთან მოლაპარაკების შეჩერების მიზეზი? მარინე მიზანდარი. გადაცემის ბოლოს, რატომ შეშფოთდნენ ამერიკელი სენატორები საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო? ია ანთაძე გადაცემაში მთავარი კითხვა. თავარ კითხვას კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი უპასუხებს საღამოშტობისა. მინდა დავიწყოთ მეცხრე არხის მიერ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ჯვრის მონასტრის კედელზე გაჩნდა უწმაწური წარწერები, ამას ადასტურებს საქართველოს ელჩიც ისრაელშიც. რა ინფორმაცია აქვს კულტურის სამინისტროს მომხდარი შესახებ? სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მოგვეპოვება არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც თქვენ ბრძანეთ, როგორც ჩანს მართლაც ვანდალურ აქტს ჰქონდა ადგილი და ძალიან სამწუხარო, მაგრამ არ გვაქვს არანაირი სხვა ცნობა. მე ვეცადე რომ დაამერიკა რამდენიმე ვთქვათ, ჩემი ყოფილი თანამშრომლისთვის ხელოვნების კვლევარისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ არავინ არის საქმის კურსში ამ ეტაპზე. ალბათ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეტი ინფორმაცია ექნება, იმიტომ რომ რამდენიც მე ვიცი, ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადი გააკეთა ოფიციალური ამის თაობაზე და აღნიშნა, რომ უფრო აი ამ რაღაც რელიგიურ რელიგიური ხასიათის წარწერებია და ვთქვათ რაღაცა რელიგიური ხასიათის ქმედებას, ანტირელიგიური ხასიათის ქმედებას აქვს ადგილი და არა უშუალოდ ვთქვათ რაღაც უშუალოდ ჯვრის მონასტერს არავინ არ იცის, მაგრამ ამავე დროს იქ მოხდა ეს ყველაფერი. თუმცა ეს არ არის პირველი იმ მსგავსი. არ არის პირველი, ხო. და რაც უკავშირდება დამახინჯებას. ხო, არა, ადრე ბევრად უფრო წვავეთ იდგა ეს საკითხი, იმიტომ რომ თვითონ ფრესკები დაზიანდა, ფრესკებს განხორციელდა ეს ქმედება და რა ვიცი, ხო, მე მაგასაც მაისში ვიყავი ეგ და ესე კარგად არის დაცული ეს ტაძარი, და გასაკვირიც არის, რომ რაღაცა მოახერხა ამის გაკეთება. რომ იქ მუზეუმიც არის, როგორც ვიცით, ტაძარი და დაცული ტერიტორია მთლიანად. და ნახა ადამიანი მოინდომეს ცუდის გაკეთებას ყოველთვის შეიძლება. კარგი, დაუბრუნდეთ, დავიწყოთ საუბარი მთავარ თემაზე, ეს არის თურქეთში ქართული ძეგლების რესტავრაციის თემა. თქვენ გუშინ განაცხადეთ, რომ წინა ხელისუფლების მიერ თურქულ მხარესთან ტაძრების აღდგენის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება არ არსებობს და არსებობს მხოლოდ საპროექტო წინადადებები. ანუ არ არსებობს არანაირი იურიდიული ჩარჩო და თავიდან არის პროცესი დასაწყები. თუმცა ნიკოლოზ ვაჩიეშვილმა, რომელიც გუშინ იყო მთავარი კითხვის სტუმარი, განაცხადა, რომ ლეგალური ჩარჩო არსებობს და ეს არის ურთიერთშეთანხმების ოქმი 2008 წელს მინისტრის მოადგილების დონეზე ხელმოწერილი, სადაც საუბარია ნაცვალგების პრინციპით თურქეთში და საქართველოში სიძველეების რესტავრაციაზე. არ არის ეს საკმარისი იურიდიული ჩარჩო იმისთვის, რომ იქცეს გაგრძელების საწესად, ასე ვთქვათ. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე ასეთი ჩარჩო არ არსებობს, ასეთი ხელმოწერილი ხელშეკრულება არ არსებობს, ნაცვალგების პრინციპს, რომელიც შეეხება ყოველ შემთხვევაში ასეთი ხელშეკრულება ნამდვილად არ არსებობს. ანუ კულტურის მინისტრების მოადგილებს არ აქვთ არაფერი. რამდენიც მე ვიცი 2008 წელს და დღეს ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ჩვენ აგრეთვე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელსაც დაადასტურა აგრეთვე მათ ხელთ არსებული ყველა საბუთი გვაჩვენა და ამონაცემებით დადასტურდა მხოლოდ შემდეგი, რომ 2008 წელს შედგა ეგრეთ წოდებული განზრახულობათა ოქმი. აი ამ ოქმს მოეწერა ხელი მხოლოდ, რომელიც არასოდეს აღარ გაფორმებულა ხელშეკრულებად შემდგომში. ანუ შეიძლება რაც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ალბათ ამას გულისხმობდა უფრო ოქმის განზრახულობათა ოქმს და არა უშუალოდ ხელშეკრულებას. ჩემი მონაცემებით ხელშეკრულება არ გაფორმებულა არანაირი, იმიტომ რომ ეს გადავამოწმეთ სამინისტროშიც ჩვენთან და საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. ოქმი ახსენა მას სწორედ, განზრახულობათა ოქმი და არა ხელშეკრულება. თქვენ ბრძანეთ ხელშეკრულება. არა, მან თქვა ოქმი. მაგრამ ეს იყო მხოლოდ ეს არ იყო ნაცვალგების ურთიერთშეთანხმების ოქმი. ხო, მაგრამ რამდენიც მე ვიცი, აგრეთვე ეს არ იყო ნაცვალგების პრინციპს, ასე იგი დამყარებულ თანამშრომლობას არ მოიაზრებდა ეს ოქმი. ეს ოქმი იყო ზოგადად თურქეთსა და საქართველოს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.
რომელიც არ აკონკრეტებდა შემდეგ. ანუ ეს არ არის საკმარისი იურიდიული საფუძველი. არა, ეს არ არის. ეს არის მხოლოდ განზრახულობათა ოქმი, რომელსაც ფაქტიურად არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. რა სტადიაზეა ახლა პროცესი შეჩერებული? პროცესი არ არის შეჩერებული, ზოგადად შეთანხმების დიალოგის, ხო? დიალოგის პროცესი, უბრალოდ რა თქმა უნდა ამ ეტაპზე გაწყვეტილია, მაგრამ აღდგება ალბათ ხვალიდან სავარაუდოდ, იმიტომ რომ ხვალ გვექნება ჩვენ შეხვედრა თურქეთის ელჩთან. მაგრამ აი ამ ბოლო თვეებში მე რანაც ვიცი ეს დიალოგი შეწყდა დროებით, იმედი მაქვს, რადგანაც ვერ მოხდა შეთანხმების მიღწევა ორ მხარეს შორის, რამდენიმე ვარიანტი, რამდენიმე წინადადება გაკეთდა საპროექტო სახელშეკრულებო, ანუ რამდენიმე პროექტი შემუშავდა ხელშეკრულების, მაგრამ ბოლომდე ვერც ერთი ასე ვთქვათ ვერ იქნა მიღებული ერთი ან მეორე მხარეს მიერ. რა იყო მიზეზი შეუთანხმებლობის? ერთი მხრივ თქვენ დაასახელეთ გუშინ რაბათის ციხე, რომლის აღდგენის პროცესში ჩართვასაც ითხოვდა თურქული მხარე და თითქოს მათ არ მიეცათ ამის საშუალება. აქაც საპირისპირო პასუხი მივიღე მე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისგან, მან თქვა რომ თურქულმა მხარემ როგორც სურდა, ისე მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში. მე რამდენიც ვიცი, ეს სამუშაოები ძალიან სწრაფად წარიმართა ზაფხულის პერიოდში, ფაქტიურად მოხდა თურქულ მხარესთან, ჩატარდა თურქულ მხარესთან შეთანხმების და შეჯერების გარეშე, თურქები უშუალოდ ჩამოვლდნენ არ იყვნენ ამ სამუშაო პროცესში, რაც სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე ასე უნდა ყოფილიყო და რამაც გამოიწვია თურქული მხარის უკმაყოფილება, შემდგომ ჩამოვიდნენ თურქი ექსპერტები და რაღაც თავისი, ასე ვთქვათ, შენიშვნებიც ჩამოაყალიბეს და წარუდგინეს საქართველოს მხარეს ჩვენ სამინისტროში გვიდეს მთელი ნუსხა ამ შენიშვნების და სწორედ რაბათთან დაკავშირებით, ან რაბათში ჩატარებული სამუშაოების მიმართ. გათვალისწინებული იყო თუ არ იყო ეს შენიშვნები? ეს შენიშვნები ჯერ არ ყოფილა გათვალისწინებული, იმიტომ რომ არ არის დიდი ხანი რაც მოვიდა ეს წერილი სამინისტროში და ნაწილობრივ ეს შენიშვნები რა თქმა უნდა იქნება გათვალისწინებული. ანუ რაბათის ციხის გამო შეჩერდა მოლაპარაკებები? ვერ გეტყვით ზუსტად რა იყო მიზეზი. ზუსტად ვერ გეტყვით. ვაჩეიშვილი ასახელებს აზიზიეს მიზეზად და არა რაბათის ციხის რესტავრაციას. აი ხა არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით ნამდვილად. შეიძლება აზიზიეს მეჩეთიც იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ მოლაპარაკების შეჩერების ან დიალოგის გაწყვეტის და თქვათ რაღაც უკმაყოფილებისა, მაგრამ რა ვიცი, მე რა წერილებიც მინახავს იმის საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს თემა იქ არ გაჟღერებულა აზიზიეს მეჩეთის თურქული მხარის მხრიდან და ამდენად ვფიქრობ, რომ მაინც უფრო ამ შემთხვევაში უფრო რაბათზე იყო პრეტენზია. თუმცა სამაგეროდ საქართველოში იყო საკმაოდ დიდი აჟიოტაჟის თემა აზიზიეს მეჩეთი და რამდენთაც ვიცი ეს პრინციპული არის თურქებისთვისაც, თუ კი ვისაუბრებ ნაცვალგების პრინციპზე. როგორია ახლანდელი ხელისუფლების დამოუკიდებლობა? უნდა აშენდეს თუ არა აზიზიეს მეჩეთი ნაცვალგების პრინციპის თანახმად? თუ კი ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღებთ სამი ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლის რესტავრაციას. იცით, ამ ძეგლებზე რესტავრაციის პროცესი, ანუ სარესტავრაციო პროექტების შემუშავების პროცესი უკვე მიდის, ასე რომ არ მგონია, რომ ეს ნაცვალგების პრინციპი ასე პირდაპირ უნდა გავიგოთ. ანუ ამ ეტაპზე, რამდენიც მე ვიცი, აზიზიეს მეჩეთის საკითხი არ დგას. ვნახოთ ახლა ჩვენ განვაახლებთ ამ დიალოგს და ვნახოთ როგორ წარიმართება, თქვათ, ამ მხრივ ურთიერთობა. ანუ არ არის თურქეთისთვის პრინციპული თქვენი აზრის? ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მე არც ერთ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ ძალიან ძნელია ვიმსჯელო, მე მხოლოდ იმ ინფორმაციას ვეყნობი, რაც უფრო ზეპირი სახით რამაც უფრო ზეპირად მოაღწია ზეპირი სახით და არასაბუთების სახით ჩემამდე და ამდენად ცოტა რთულია ვთქვათ ამ საკითხზე რაღაც გარკვეული აზრის ჩამოყალიბება ჩემთვის, მაგრამ ვიცი რომ რაღაც მომენტში ეს იყო ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, განსაკუთრებით რაღაც თავიდან იმდენად არა, მაგრამ მერე დადგა უფრო ესე მწვავედ. შემდეგ რამდენიც მე ვხედავ, რამდენიც გამადევნე თვალი ამ მოვლენათა მსვლელობას აღარ იდგა იმდენად დღის წესრიგში. ვნახოთ, ალბათ თავიდან რომ დაველაპარაკებთ თურქულ მხარეს, გამოჩნდება ვთქვათ რა სურვილები არის მათი მხრიდან და საქართველოსთვის რა იქნება მისაღები და რა არა, მაგრამ ეს პროცესი ოშკსა და იშხანში უკვე მიდის.
ამიტომ არ მგონია რომ ეს უშუალოდ ნაცვალგების პრინციპზე იყოს ახლაც ასაგები. ანუ ძველმა ხელისუფლებამ შედეგს მიაღწია თუ კი პროცესი უკვე მიდის ოსში და იშხანზე როგორც არა, შედეგს ვერ მიაღწია, იმიტომ რომ ამ პროცესში ქართული მხარე არ მონაწილეობს. ანუ ქართული მხარისგან დამოუკიდებლად მიდის. დიახ, ქართული მხარისგან დამოუკიდებლად მიდის, იმიტომ რომ ეს თურქეთის უფლებამოსილება იყო რომ თავის ტერიტორიაზე ყოფილი ძეგლების აღდგენისთვის ან რესტავრაციისთვის მიეხედა, ხო, მაგრამ გააჩნია როგორ გააკეთება. ქართული მხარისთვის სწორედ ეს იყო თუ როგორ მოხდებოდა. როგორ მოხდებოდა საქმეც ეს არის, რომ ჩვენ არ ვიცით ეს ჩვენ ვერ არანაირი ასე ვთქვათ მეთვალყურეობის თუ ზედამხედველობა არ მინდა ვიხმარო არ ისეთ შეიძლება კარგი სიტყვა, მაგრამ ამ შემთხვევაში არანაირი ჩართულობის საშუალება არ აქვს. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ თვითონ სამეცნიერო წრეებს შორის და არქიტექტორებს შორის შედგა მაინც რაღაც საუბარი, ანუ კონტაქტი და შეიძლება ამან ძალიან კარგი ნაყოფიც გამოიყოს სამომავლო, მაგრამ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი იურიდიული, ესე იგი, შეთანხმება, არანაირი ჩარჩო და არანაირი ფორმატი თანამშრომლობისთვის, რაც არის ძალიან სავალალო ამ ეტაპზე. პერსპექტივას რომ არ არის მიღწეული. პერსპექტივას როგორ ხედავთ მაშინ? რა წერტილიდან უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები და რა შეიძლება ამ შემთხვევაში იყოს ქართული მხარის მთავარი მიზანი, რასაც უნდა მიაღწიოთ? თუ კი პროცესი უკვე დაწყებულია და შესაძლებელია თეორიულად თუნდაც ძეგლებმა დაკარგოს პირვანდელი სახე და გახდეს სრულად ვიცით რა, თურქეთსა და საქართველოს შორის აი ამ ძეგლთა დაცვის კუთხით თანამშრომლობა უკვე შემდგარა. 2008 წელს გაკეთდა თურქეთის დელეგაცია იყო ჩამოსული, ანუ არქიტექტურის კვლევართა და სპეციალისტთა და მათ გააკეთეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მუსულმანური ძეგლების ინვენტარიზაცია. უბრალოდ დაიწყეს ეს პროცესი, ეს იყო 3 წლიანი პროექტი. 1 წელი იმუშავა ამ ექსპედიციამ. სანაცვლოდ საქართველოს ექსპედიციამ, საქართველოსთან წასულმა მკვლევარებმა იმუშავეს ტაო-კლარჯეთში და გააკეთეს ჩვენი ძეგლების ინვენტარიზაცია. ამიტომ ეს თანამშრომლობა უკვე შემდგარია ერთხელ. და მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ბევრია კიდევ გასაკეთებელი და შეიძლება ძალიან კარგი გაგრძელებაც ქონდეს ამას და ეს იყო საწინდარი რაღაც ესეთ კონსტრუქციული და დადებითი მიდგომისა ამ რესტავრაციის, ამ ძეგლთა რესტავრაციის პროცესში საწინააღმდეგო მხარის ჩართვისა. ხო, ამ შემთხვევაში ვთქვათ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლებში რომ იყვნენ ჩართული ქართველი ძეგლების რესტავრაციის პროცესში იყვნენ ჩართული ქართველი რესტავრატორები, კონსტრუქტორები, არქიტექტურის მკვლევარები და პირიქით. ეს პროცესი შეწყდა რაღაც მომენტში, თურქებსაც აქვს დასამთავრებელი ამ ინვენტარიზაციის პროცესი ჩვენთან, საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ ჩვენ გვაქვს ბევრი მუსულმანური ძეგლი, საინტერესო ძეგლები საქართველოში და მათი ნაწილის აღდგენას ითხოვდა თურქული მხარე ქართული ძეგლების მათი ნაწილის აღდგენას და რატომაც არა, ეს ძალიან მისასალმებელია და მე ვფიქრობ, რომ დღეიდან ეს დიალოგი უფრო ამ კუთხით უნდა წარიმართოს, არა მაინც ნაცვალგების პრინციპზე, არამედ თანამშრომლობის და ორივე მხარემ უნდა მონახოს მისთვის საინტერესო პერსპექტივები ამ თანამშრომლობაში. დღესდღეობით მაგალითად ის ფაქტი, რომ თურქეთი აღადგენს მათ ტერიტორიაზე მდებარე ქართულ ძეგლებს, რომლებიც ამავე დროს არ უნდა დავიწყოთ მათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც არის, ხო მართალია? და ჩვენიც მისასალმებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან სასურველია და მე ვფიქრობ, რომ სწორად მოაზროვნე თურქი, ვთქვათ, კვლევარისთვის, არქიტექტორისა თუ ხელოვნებაცოვნისთვისაც სასურველია, რომ ქართველი მკვლევარები იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში, ხო? იმიტომ რომ მაშინ ექნებათ გარანტია იმისა, რომ მიიღებენ სრულფასოვან რესტავრირებულ ძეგლს, რომელიც დაინტერესებს მნახველს, რომელიც გახდება ასევე მათი სიამაყის საგანი და ჩვენსაც ასეა, ვთქვათ, თუ ჩვენ სრულფასოვნად ავადგენთ ჩვენს ტერიტორიაზე არსებულ მუსულმანურ ძეგლებს, ჩვენთვისაც შეიძლება ეს გახდეს, ვთქვათ, სიტყვაზე იგივე ტურისტების მოზიდვის საგანი და ასე შემდეგ. ახლა ეს ძალიან მშრალად რო ვიმსჯელოთ. ამდენად თუ აი ამ საწყისზე გადავხედავთ ჩვენს თანამშრომლობას, ხო, და ამ საწყის დავეფუძნებით და არა მხოლოდ რაღაც ნაცვალგების და ჩვენი სავაშენო და ჩვენ ეს გავაკეთოთ. მე მგონია ორივე მხარისთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეთანხმების მიღწევა იქნება შესაძლებელი, მაგრამ ახლა მიჭირს მაინც წინასწარ ვლაპარაკი, იმიტომ რომ სანამ უშუალოდ ელჩს არ შევხვდებით, ის ალბათ ამცნობს მე ამ თქვათ საუბრის შედეგს, თავის ხელისუფლებას და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბევრი ასპექტია გასახსენებელი. როდის დაიწყება მოლაპარაკებები, როდის განახდება უბრალოდ არის? ალბათ ხვალიდან, ვიმედოვნეთ რომ ხვალიდან და ჩვენ მქონდა შეხვედრა უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროსთანაც, სადაც სწორედ მიმოვიხილეთ აქამდე არსებული ყველა, ვთქვათ, ნაბიჯი, გადადგმული ნაბიჯი, ეს იქნებოდა რაღაც ზეპირსიტყვიერი შეთანხმება თუ რაღაც წერილობითი კვალი, მაგრამ რომელიც არ დადასტურებულა საბოლოოდ, იმიტომ რომ ხელმოწერილი არ ყოფილა არც ერთი ხელშეკრულება, როგორც გითხარით. და რაღაცნაირად ეს შევაჯერეთ ჩვენი პოზიციები და ნახოთ, აი რაღაც სამოქმედო დავსახეთ, ნახოთ როგორ გამოხმაურება იქნება თუ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ დაბრძანდით, შეიძლება აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები, საზოგადოება იყო ძალიან აქტიური ამ თემის მიმართ. მარინე
მიზანდარი პასუხობდა მთავარ კითხვას. რეკლამის შემდეგ ლუის ნავაროსთან ერთად დავბრუნდებით. თავარ კითხვას ლუის ნავარო უპასუხებს. საღამოშტობის საბატონო ლუის, გმადლობ რომ ხართ ჩვენი სტუმარი. გამარჯობა. დავიწყოთ დღეს გამოქვეყნებული კვლევის ძირითადი ტენდენციებით. მაინტერესებს თქვენი აზრი მის შესახებ, რა მთავარი მიმართულებები გამოიკვეთა ამ კვლევებით და რაც მთავარია, რა შეიცვალა პოსტსაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის და განწყობების კუთხით. Trends of the survey, what has changed? What are the main trends of this survey and what has changed in the post-election period? What has the poll shown? So what the poll shows is that Georgians assess the elections as having been run well. They are optimistic about the direction the country is headed in. They have much greater expectations of majoritarian MPs than we've ever recorded before. That is to say that they now expect majoritarians to be both active and advocating for citizens' interests, which has not been the case in the past. And they have the same issue priorities as they had prior to the election, jobs and affordable health care. The issue of territorial integrity is now tied with poverty and pensions for third place. Another notable difference is the attitudes about Russia. While people are dissatisfied with the relationship with Russia, you now have more people saying that while they recognize Russia as a threat to Georgia, among those people who believe that, most think that that threat is exaggerated. პირველ რიგში ქართველების მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ოპტიმისტურად არის განწყობილი ქვეყნის განვითარების მიმართ და მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ასევე ცვლილება, რაც წინა კვლევასთან შედარებით დაფიქსირდა, არის მაჟორიტარებთან მიმართებაში. პირველად ჩვენი კვლევების მანძილზე მოსახლეობის უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათ მიერ არჩეული მაჟორიტარი მათ ინტერესებს დაიცავს და იქნება აქტიური პარლამენტში. შემდეგი საკითხი, რაც არ შეცვლა პრინციპში და იგივე დარჩა, ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები. კვლავაც პირველ ადგილზე არის სამუშაო ადგილები, ხოლო მეორე ადგილზე არის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა მოსახლეობისთვის. მას მესამე ადგილზე მოყვება ტერიტორიული მთლიანობა, სიღარიბე და პენსიები დაახლოებით 1.2% მაჩვენებლით. განსხვავება შეიმჩნევა ამ კვლევაში რუსეთთან მიმართებაში, მაშინ როდესაც კვლავაც როგორც წინა კვლევაში მოსახლეობა უარყოფითად აფასებს საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას რუსეთთან, რუსეთს ხედავს საფრთხედ, თუმცა ამ კვლევაში მოსახლეობის უფრო მეტი ნაწილი, ვინც რუსეთს ხედავს საფრთხედ, მიიჩნევს, რომ ეს საფრთხე გაზვიადებულია. გამომდინარე იმ თემებიდან და იმ მიმართულებებიდან, რაზეც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ანუ სოციალური თემატიკა, რუსეთთან ურთიერთობა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნების გამარჯვების ერთ-ერთი ფაქტორი იყო სწორედ ის, რომ მათ ჰქონდათ ძალიან კონკრეტული სოციალური დაპირებები, იგივე სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით, ჯანდაცვის თვალსაზრისით, განათლების თვალსაზრისით და ქართული ოცნება პერსპექტივაში აძლევდა მოსახლეობას იმის იმედს, რომ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება იყო შესაძლებელი. ხომ არ ფიქრობთ, რომ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო სწორედ ეს, რაც გამოჩნდა თქვენ კვლევებში დღეს როგორც ტენდენციები? Considering the main trends that you've just mentioned, do you think that the main reason why Georgian Dream won the elections was that they have had the priorities with the social issues such as healthcare and education and jobs, and at the same time there was a perspective that they would improve their relations with Russia? So do you think that that resulted the win in the elections? That's difficult to say, and the reason is this. When we did our last pre-election poll, it was done in August of 2012, which was almost 2 months before the election. We presented it in September. And clearly there was a significant event that occurred on September 18th in terms of the release of the prison videos. And the act of the release of the prison videos certainly galvanized a lot of people, both certainly in Tbilisi and across the country. And I would say that given what we had seen up to that point, that there is strong evidence to suggest that that was the turning point in this election. So what would have happened if the prison scandal had not occurred is next to impossible to say. But as a result of the prison scandal, it certainly motivated people, I think, to make this a referendum about the scandal.
რთულია ამის თქმა, რა მიქონია შედეგებზე გავლენა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ჩვენი წინა კვლევა ჩატარდა აგვისტოში, მისი გამოქვეყნება მოხდა სექტემბერში, 18 სექტემბერს მას მერე რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევები, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელმაც საუბარი არის ციხის სკანდალზე, რომელმაც იმოქმედა ძალიან ბევრ ადამიანზე, როგორც თბილისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით და ეს იყო ალბათ განსაზღვრელი ფაქტორი ადამიანებმა, როდესაც გადაწყვიტეს თუ ვისთვის მიეცათ ხმა, რომ არ ყოფილიყო ციხის კადრების გავრცელება რთულია, რა თქმა უნდა, იმის თქმა, რა შედეგები დაფიქსირდებოდა, მაგრამ ცალსახად ამ ფაქტმა მოტივირება გაუკეთა ადამიანებს, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება თუ ვისთვის მიეცათ ხმა. თუმცა თქვენი კვლევის მიღმა იყო ქართული ოცნების სახალხო აქციები, რომელსაც ძალიან ბევრი ხალხი ესწრებოდა. თქვენი კვლევის წინასაარჩევნო კვლევის შედეგს ჩვენ ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად დაუბრუნდებით. ახლა ჯერ არ გამოგვიქვეყნებიათ პარტიული კვლევის შედეგები, აპირებთ გამოვაქვეყნოთ 17-ში. თქვენთვის თუ არის უკვე ცნობილი რეზულტატი, რა თქმა უნდა, მის გამჟღავნებას ახლა არ მოგთხოვთ. We'll talk about the prison scandal later, but you said that you will publish the political ratings on the 17th, and of course I'm not asking you to tell us the results, but do you know the results? Well, we have been releasing our polls in 2 waves since 2010, and since June of 2012, we've been releasing them in 2 waves with both of them being public, whereas before we would do issues and then brief the parties on the political ratings. So you can infer from that we'll be able to tell you everything that there is in the political ratings on Monday the 17th. ჩვენ 2010 წლიდან მოყოლებული ორ ტალღად ვახდენდით ჩვენი კვლევების წარდგენას. პირველი ეს იყო მნიშვნელოვანი საკითხების ნაწილი, რომელიც მედია საშუალებებს ეცნობოდათ და პოლიტიკური ნაწილი, რომელიც პარტიებს ეცნობოდათ. უკვე 2012 წლის ივნისიდან ჩვენ შევცვალეთ ჩვენი პოლიტიკა და ორივე ნაწილი პირველად ხდება მედიისთვის გაცნობა ორივე ნაწილის და მე მგონი ამ მეორე ნაწილის გამოქვეყნებასაც 17 ნოემბერს ჩვენ ყველანი ნახავთ შედეგებს. არამედ სხვა რამ მკითხეთ, თქვენთვის თუ არის ცნობილი შედეგები, თქვა ამას გეკითხებით, იმიტომ რომ მაინტერესებს რამდენად ემთხვევა თქვენი პარტიული კვლევის ტენდენციები, ისე ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ციფრების დასახელებას არ გთხოვთ, მხოლოდ ტენდენციებზე გეკითხებით. აი რა ის კვლევის შედეგებს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 63% კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს დაუჭერდა მხარს, 13% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მე უბრალოდ მაინტერესებს ტენდენციურად თქვენი პარტიული კვლევა თუ ემთხვევა აი ამ შედეგს. But I asked you the different thing, if you know the results yourself, because in IRI poll, for example, there are the results 63% for Georgian Dream and 13% for UNM. Of course, I'm not asking you to tell me the numbers according to your poll, but is that in accordance with the IRI poll? Well, Just I can tell you that the trends. Well, what I would tell you is that our numbers are different. ერთ-ერთი რის თქვენ შემიძლია არის ის, რომ ჩვენი ციფრები განსხვავებულია. მიმართულებაც განსხვავებულია, ტენდენციაც განსხვავებულია. Is the trend also different? I will simply tell you that the numbers are different, and you'll see what they are on Monday the 17th. ციფრები განსხვავებულია, ხოლო დანარჩენს თქვენ ორშაბათს 17 დეკემბერს იხილავთ. გასაგებია, საპარლამენტო არჩევნების შედეგით ბატონო ლუის ქართულმა ოცნებამ მოიპოვა ხმათა 54.9%, ნაცმოძრაობამ 40.4%. თქვენს მიერ წინასაარჩევნო ჩატარებული კვლევის შედეგის თანახმად 12% ჰქონდა მხოლოდ ქართულ ოცნებას, ნაციონალურ მოძრაობას კი ჰქონდა 37%, სხვა პარტიების რეიტინგს ახლა აღარ ჩამოთვლი. თქვენ წეღანაც თქვით და დღეს მთელი დღის მანძილზე ემეორებდით იმას, რომ შედეგი შეიცვალა პატიმართა წამების სამსახველი კადრების გამო. თქვენი აზრით, მხოლოდ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი და თქვენს კვლევას არანაირი ცდომილება არ ჰქონდა, რადგან წეღან თქვი და ახლაც გავიმეორებ, წეღანეს მგონი გამორჩა თარჯიმანს, ძალიან ხალხმრავალი იყო აქციები ქართული ოცნების, მათი წინასაარჩევნო კამპანია და ეს ხდებოდა პატიმრების კადრების ჩვენებამდე. ეს კვლევის მიღმა ასევე არის
ხალხის პოზიციის მაჩვენებელი. The results of the official election results are the following. UNM Georgian Dream 54.9%, UNM 40.4%, while according to your survey, Georgian Dream had 12%, while UNM had 37%. And do you think that you mentioned that prison scandal had impacted the choice of the voters? Do you think that this was the only reason why they changed their choice and there was nothing wrong or there was no error in the survey? At the same time, I would add to that there were a lot of rallies supporting Georgian Dream prior to the prison scandal itself, and so it showed that people supported Georgia. A lot of people supported Georgian Dream. Well, I mean, obviously a lot of people supported Georgian Dream, but I think you're comparing apples to oranges, as we would say. Our poll in August of 2012 was almost 2 months before the election. It showed at that time that people did not know much about the platform of the Georgian Dream. They had not formulated a strong opinion about the leader, Bidzina Ivanishvili. And so when you look at that then to try to use that to predict what the outcome would be 2 months later, it's impossible. All we could say, and all that we did say when we released our poll in August of 2012, is that the number of people who said they were either refused to answer or undecided occupied the political center, that they were neither as negative about the country as Georgian Dream supporters, but they were not as positive about the country as UNM supporters. And clearly those folks moved decisively to the Georgian Dream. Now, the question is, what happened between the release of our poll in August and the election on October 1st? And the most obvious answer is the prison scandal. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაოდენობა ადამიანების მხარს უჭერდა ქართულ ოცნებას, თუმცა თქვენი კითხვა უფრო ალბათ გამოვა როგორც ჩვენ ვიტყოდით ვაშლისა და ფორთოხლის შედარებად, ვინაიდან ჩვენი კვლევა იყო ჩატარებული აგვისტოში 2 თვით ადრე არჩევნებამდე და დიდმა ნაწილმა არ იცოდა თუ ვის მისცემდა ხმას. დააფიქსირა პასუხი არ ვიცი ვის მისცემ ხმას. ამასთანავე კვლევის პრეზენტაციაში ჩვენ წარმოვადგინეთ უარი პასუხზე და არ ვიცი კატეგორიის დეტალური მონაცემები, სადაც ისინი ექცეოდნენ პოლიტიკურ ცენტრში, ასე ვთქვათ, ანუ იყვნენ არც თუ ისე ნეგატიურად განწყობილები, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერები, თუმცა არც თუ ისე პოზიტიურად განწყობილები, როგორც ნაციონალური მოძრაობა. ეს ადამიანები მთლიანად შემდეგ არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ გადავიდნენ, ანუ მხარი დაუჭირეს ქართულ ოცნებას. შესაბამისად, რა მოხდა იმ პერიოდიდან, როდესაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ კვლევა სექტემბრის დასაწყისიდან არჩევნებამდე, ერთადერთი არის ესეთი მასიური მოვლენა ციხის სკანდალი. ხომ არ შეგიძლიათ გაგუმხილოთ მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენმა ადამიანმა შეიკავა ამჟამად თავისი პოლიტიკური სიმპათიის გამომჟღავნებისგან? თქვენი ბოლო წინასაარჩევნო კვლევის თანახმად 40% იყო დაახლოებით ასეთი ადამიანი. ახლა რა ციფრია? თუ ციფრი არა, რამდენად ახლოს არის 40%-თან? Can you tell us what is the number, or just tell us what is the trend of people who did not reveal their political preferences? Because last time it was 40% in your survey. You're asking me to reveal the political ratings numbers that I told you I'm going to release on the Monday? თქვენ ახლა მთხოვთ, რომ ის ციფრები გავამჟღავნო, რაც გითხარით, რომ ორშაბათს გავამჟღავნებდით. მე გკითხეთ, ახლოს არის თუ არა 40%-თან, თუ უფრო ნაკლებია, მხოლოდ ეს თქვით, ციფრს რასაკვირველი არ გთხოვთ. Of course, I'm not asking you to say the number. I'm just asking to say whether the number is close to 40% that was in the previous survey or not. ანუ არის შეცვლილი თუ არა mკვეთრად. I will say simply that we will see on Monday what the number is. მე უბრალოდ ვიტყვი, რომ ორშაბათს გახდება ცნობილი ეს ციფრი. მაშინ მომიწევს ისევ აირაის კვლევასთან გავაკეთო შედარება, რომელიც კიდევ ვიმეორებ ტელეკომპანია იმედმა გამოაქვეყნა. გამოკითხულთა დაახლოებით 20%-მა შეიკავა აირაის უკანასკნელი კვლევის თანახმად პასუხისგან გამოემჟღავნებინა თავისი პოლიტიკური სიმპათია. მაშინ, როდესაც ვიმეორებ 40% იყო ასეთი ადამიანების თქვენი უკანასკნელი კვლევის მიხედვით. რა განაპირობებს, ბატონო ლუის, თქვენი აზრით ასეთ სხვაობას? დღევანდელი გადასახედიდან ფიქრობთ თუ არა, რომ შიში იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები თავს იკავებდნენ პასუხისგან? 40% არის საკმაოდ სერიოზული ციფრი, ხომ ასეა?
Then again, I will have to go back to the IRA results, and these results are from Imedi news coverage, I should mention. According to IRA survey, it was 20% of people did not reveal their political preferences, while in NDI survey, it was around 40%. So looking at the results from today's perspective, do you think that was the fear was the reason why people didn't reveal their political So am I understanding correctly that you are comparing a poll that was taken in August, 2 months before an election, to a poll that, as far as we know, based upon what has been leaked into the press, was taken almost a month and a half after the election? I would say that I would always be surprised to find that a poll was exactly the same over that period of time. So I don't really see where these can be compared, because two significant events have happened between those two polls. One is the prison scandal. Second is the election itself. Third is the taking office of the new government. And so you have a number of significant events that have taken place in the interim between when our poll was taken in August and this poll that IRI has done most recently. ნამდვილად არ შემიძლია შევადარო ჩვენი წინა კვლევა აირაის კვლევის შედეგებს, ვინაიდან ჩვენი კვლევა ჩატარდა 2 თვით ადრე არჩევნებამდე და აირაის კვლევა, როგორც მე ვიცი, როგორც ინფორმაციამ გაჟონა ინფორმაციიდან როგორც ვიცი, ჩატარდა თვენახევრის შემდეგ არჩევნებიდან. ანუ ამ პერიოდში იყო 3 ძირითადი მოვლენა, რაც მოხდა. ეს იყო ციხის სკანდალი, ეს იყო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და ეს იყო ახალი ხელისუფლების მოსვლა. ამიტომ ძალიან რთულია და ჩემთვის შეუძლებელია შევადარო ორი კვლევის შედეგი, რომელიც ორ სხვადასხვა პერიოდში იქნა ჩატარებული. ეს არის უბრალოდ შეუძლებელი და გამიკვირდებოდა კიდევაც, რომ ორ კვლევას ქონოდა ამ ასეთი დაშორებით ჩატარებულ ორ კვლევას ქონოდა ერთი და იგივე შედეგები. კარგით, ნუ შევადარებთ, მაშინ უბრალოდ მითხარით თქვენი აზრით ასეთი მაღალი პროცენტი, 40% რატომ იკავებდა თავს პასუხისგაცემისგან არც ისე შორ პერიოდში არჩევნებიდან? Okay, let's not compare the results. Just if you can tell me why was the percentage so high that did not reveal their political preferences? Why was 40% is pretty high? You're talking about the poll prior to the election. თქვენ არჩევნების წინა კვლევაზე საუბრობთ. იმდენად რამდენადაც ახლანდელი ციფრი თქვენ არ გაამჟღავნეთ. Yeah, because you did not reveal the current number. Right. Well, I mean, again, you had one universe of people who said that they didn't know or were undecided about their choice. You had another universe of people who said that they refused to answer, which means that they could have been undecided, they could have already made a choice, or they could simply think that it was nobody's business. And so the notion that large numbers of people would either be undecided or refuse to answer prior to election does not strike me as particularly odd. პირველ რიგში ეს 40% და ახლობთ 40%, რომელიც თქვენ ახსენეთ, რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველი ეს არის არ ვიცი კატეგორია, ანუ ადამიანების ნაწილი, რომელსაც არ გადაუწყვეტია თუ ვის მისცემდა ხმას, არ ქონდა გადაწყვეტილი თუ ვის მისცემდა ხმას, და ეს არის უარი პასუხზე კატეგორია, რომლებშიც შეიძლება მოიაზრებოდნენ ის ადამიანები, ვისაც არ გადაუწყვეტია და არ უნდა ამის გამჟღავნება, ან გადაუწყვეტია ვის მისცეს ხმა, მაგრამ ფიქრობს, რომ ეს უბრალოდ არავის საქმე არ არის, ხვის საქმე არ არის, ასე ვთქვათ. I would also point out that at the same time when we did our August poll, we were seeing people who were saying that they disapproved of the actions of the State Audit Office, disapproved of the actions taken with regards to Maestro. So I don't think that there was any indication that people were afraid to speak their mind. ასევე დავამატებდი იმას, ამიტომ პირველ რიგში არც თუ ის ძნელად წარმოსადგენია, რომ არჩევნების წინა პერიოდში მოსახლეობას უბრალოდ არ უნდა ან გარკვეულ ნაწილს არ გადაუწყვეტია ვის მისცემდა ხმას. ამიტომ 40% მე არ მეჩვენება მაინც ასე ვთქვათ შემაშფოთებელ რიცხვად. ასევე დავამატებდი იმას, რომ იმავე კვლევის შედეგების მიხედვით მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმებოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ქმედებებს, ასევე არ ეთანხმებოდა მაესტროსთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ციფრი მაინც მანიშნებელია შიშის ფაქტორის, ვინაიდან მოსახლეობა ძალიან ღიად საუბრობდა მათ უკმაყოფილებაზე სხვადასხვა საკითხის მიმართ. To use the logic that I understand your question is posited on is to suggest that somehow there is still significant fear in the political universe, but it's only half as much fear as it was before. And I think that is, that gives neither credit to the election that was held, the choice that people made,
or their attitudes about issues and the direction of this country now. თუ კი თქვენი კითხვის ფორმულირებას მივყვებით 40%-და და 20% შორის შედარებას, მაშინ გამოდის რომ შიშის ფაქტორი კლავაც არის მოსახლეობაში, უბრალოდ შიშის ფაქტორი განახევრდა და თუ კი ესეთ ლოგიკას მივყვებით, მაშინ ეს არც არჩევნების სანდოობისთვის არის სასარგებლო, არც მოსახლეობის არჩევანისთვის, რაც მან გააკეთა და არც ქვეყნის განვითარებისთვის და იმ მნიშვნელოვანი საკითხებისთვის, რაც მოსახლეობას აწუხებს. ეს არ იყო ჩემი კითხვის ლოგიკა, ჩემი კითხვის ლოგიკა იყო, რომ ასეთი მაღალი ციფრი შეიძლება მათი ნაწილი ყოფილიყო განპირობებული შიშით. საწავიდა თქვენი აზრით ამ 40%-ის უმეტესი ნაწილი არჩევნების დღეს საწავიდა ეს ხმები. თქვენ ამ ეთერში ნათქვამი გაქვთ, რომ არ იყო აუცილებელი ამ ხმათა უმეტესი ნაწილი ყოფილიყო მაინც და მაინც ოპოზიციის მხარეს. I didn't say that it was not my logic. My logic was that only half of the population was in fear while answering that question. So my next question is, you mentioned in this studio previously that these people are not necessarily opposition supporters. So where did these people go on election day? Well, clearly they went for the opposition, but that doesn't mean where they were 2 months ago. This is the thing that, again, I think most people misunderstand about polls in these sorts of questions. Polls are not crystal balls. They don't predict outcomes. They can tell you where you are at a specific moment in time. At the moment in time in August, the people who said that they were either refused to answer or don't know, or undecided rather, again, were more optimistic than Georgian Dream, less optimistic than UNM, and so they were holding the political center in a universe, in a political environment that had been extraordinarily polarized. And they were trying to come to a decision. And they came to a decision on election day. ცხადია ეს ხალხი წავიდა ოპოზიციის მხარეს არჩევნების დღეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ 2 თვის ადრე არჩევნების დღემდე მათ იგივე შეხედულებები ჰქონდათ. კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ასახავს დროის კონკრეტულ მონაკვეთში ადამიანთა განწყობას და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ბურთი, რომელიც განსაზღვრავს განჭვრეტს კითხვის დასმის შემდეგ განჭვრეტს მომავალს. კვლავაც დავამატებდი იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც არ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ანუარი განაცხადა პასუხზე, ეს ადამიანები იყვნენ პოლიტიკური ცენტრის შუაში, ძალიან პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, არც თუ ისეთი ნეგატიურები, როგორც ქართული ოცნების მხარდამჭერები და არც ისე პოზიტიურები, როგორც ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები. ჩემი ბოლო შეკითხვა უკვე შეეხება მედიის ნაწილს თქვენს კვლევაში. თქვენი აზრით, რა როლი ითამაშა მედიამ და კონკრეტულად მეცხრე არხმა წინა საარჩევნო პერიოდში და საარჩევნო შედეგების თვალსაზრისით. თქვენი კვლევის თანახმად, სწორედ ჩვენ გვაქვს ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი, 36% ენდობა მეცხრე არხს, 31%-იანი ნდობა აქვს ტელეკომპანია მაესტროს, შემდეგ მოყვება საპატრიარქოს ტელეკომპანია ერთსულოვნება, რუსთავი 2, კავკასია და პირველი არხი. მედიის როლი საარჩევნო პროცესებში როგორი იყო? My last question would be about the media. What do you think was the role of, and specifically the role of Channel 9 in terms of the pre-election period and for the election day? Because according to your survey, the highest trust number has, Channel 9 has the highest trust number, 36%, then comes Maestro with 31% and Patriarch's Channel with 30%, then comes Rustavi 2, Caucasia and GPB1. So what was the role of media in this pre-election period? Well, as I recall, at least on election day itself, Channel 9 released an exit poll which was widely different than the official results, more so than on the day in which the election was held. The exit poll that was shown by Channel 9 was wildly different from the actual election results. That part aside, it is difficult to say what role Channel 9 played. What we can say is that when we took our poll in August of 2012, only 12% of people were watching Channel 9. And now, in November of 2012, after must-carry has been in effect for almost 3 months, we see that more than half of the population watches Channel 9. We also know that in the time since the election and since our last poll, that of those people who watch Channel 9 and who watch Maestro, there is greater trust in watching their channels than there has been in others.
პირველ რიგში, რაც შეეხება მეცხრე არხის როლს, კონკრეტულად მეცხრე არხის როლს, ალბათ რთული იქნება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რა როლი იქონია არჩევნების კუთხით მეცხრე არხმა, ვინაიდან მეცხრე არხის გამოქვეყნებული exit poll-ის შედეგები მკვეთრად განსხვავდებოდა არჩევნების რეალური შედეგებისგან. ეს რომ გვერდზე გადავდოთ, თუ კი ვისაუბრებთ მედიის როლს ზოგადად, მეცხრე არხს რაც შეეხება 2012 წლის წინასაარჩევნო კვლევაში, აგვისტოს ჩატარებულ კვლევაში 12% აცხადებდა რომ უყურებდა მეცხრე არხს, როდესაც არჩევნების შემდგომ უკვე ეს მაჩვენებელი მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ანუ მეცხრე არხმა უფრო მეტი მაყურებელი შეიძინა ამ პერიოდის განმავლობაში და ასევე აღსანიშნავია ის, რომ მათი ნდობის მაჩვენებელი არის ყველაზე მაღალი, როგორც მეცხრე არხის, ასევე მაესტროსი. ალბათ მომატებული ყურებადობა განპირობებულია იმით, რომ მასკერის პრინციპის განხორციელება დაიწყო. ძალიან დიდი მადლობა. მთავარ კითხვას ლუის ნავარო პასუხობდა. ჩვენ რამდენიმე დღეში გვეცოდნება პარტიული რეიტინგების დაუცებად ვისაუბრებთ ამაზე. გადაცემაში რეკლამის დროა. რეკლამის შემდეგ იანთაძე იქნება ჩვენი სტუმარი. იანთაძე უპასუხებს მთავარ კითხვას საღამოშტობის საკალბატონი. მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. ამერიკელი სენატორები, რესპუბლიკელები და დემოკრატები, ლიბერმანი, რიში, გრემი, მაკკეინი, შაჰინი გამოთქვამენ შეშფოთებას საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო. მცირე ციტატას წავიკითხავ, ისინი ამბობენ, რომ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავების, დაპატიმრების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიასთან არიან დაკავშირებულნი. აღნიშნული წერილის მიზანია მზარდი წუხილი გამოვთქვათ, რომ ეს ნაბიჯები შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშწორების სურვილითაა გამოწვეული. თქვენი აზრით, რატომ გაუჩნდათ მათ სწორედ ახლა შეშფოთება? რატომ გადაწყვიტეს, რომ სწორედ ახლა გამოეგზავნათ წერილი საქართველოს ახალი ხელისუფლებისთვის აი ამ კონკრეტული შინაარსის? ალბათ ვერ ვიტყვით, რომ ეს არის რამე ახალი, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ და უпростоრად იმის შემდეგ, რაც დაიწყო ძიება ზოგიერთი საქმის, რომელიც პირდაპირ უკავშირდებოდა ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, სულ მუდამ ისმის საერთაშორისო თანამეგობრობის სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაწყვეტილების მიმღები პირების შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში და რამდენად არის გარანტიები იმისა, რომ თქვათ აი სამართლის აღდგენის პროცესი არ გადაიზრდება პოლიტიკურ ანგარიშწორებაში. ხა ეს წერილიც მე მიმაჩნია ამ ტენდენციის გაგრძელებად. შესაძლოა ასეთი წერილები, ასეთი წუხილები კიდევ გამოითქვას, არა მგონია რომ ხა ამით დასრულდეს, იმიტომ რომ არა მხოლოდ ამერიკაში და არა მხოლოდ ამ ხუთ სენატორს აქვს განცდა იმის, რომ შესაძლოა ის პროცესი, რაც საქართველოში მიმდინარეობს, ახლა არ ეტეოდეს ფლაც სიმართლის აღდგენის და სამართლის დამკვიდრების ჩარჩოში და გარკვეულწილად იყოს მართლაც ანგარიშწორება, მათ შორის პოლიტიკური ანგარიშწორება. თუმცა სხვა აზრებიც არსებობს იმ პროცესთან დაკავშირებით, რაც ახლა საქართველოში მიმდინარეობს. თუმცა იყო შეთავაზება პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა, ამ შეხვედრის დროს მან ინიცირება გაუკეთა იმას, რომ ნატოს შეუძლია გამოაგზავნოს სპეციალური კომისია, რომელიც თვალყურს მიადევნებს უშუალო და ადგილზე პროცესებს. პასუხი იყო ჩვენ თქვენ გენდობით და არ მიჩნიეს საჭიროდ მსგავსი კონტროლი პროცესებზე. მაშინ რაღაცომ არის ეჭვი, საინტერესოა. შესაძლოა ესეთი კომისია მაინც უფრო პირდაპირ ჩარევა ყოფილიყო საქართველოს შიდა საქმეებში, ან და კიდევ შესაძლოა ესეთი ან რაღაც მსგავსი იდეა კიდევ დადგეს დღის წესრიგში. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ განვითარდება პროცესი, მით უმეტეს, როდესაც უკვე სასამართლომდე მივა ეს საქმეები, თქვათ იქ როგორ წარიმართება პროცესი, რამდენად დამაჯერებელი იქნება მტკიცებული და რამდენ ადამიანს ჩაითრევს კიდევ ეს თელესამართლიანობის აღდგენის პროცესი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირებიდან. ბევრ რამეზე არის დამოკიდებული სინამდვილეში საბოლოოდ როგორ შეფასდება ეს პროცესი, ან რამდენ ხანს გასტანს. ჩვენც ყველა ვყურებთ გარკვეული ინტერესით, რა თქმა უნდა, ამ პროცესს, გარკვეული შიშით და ზოგიერთი შეიძლება გარკვეული კმაყოფილებითაც, ხო და ამიტომ ძალიან რთული პროცესი
პროგნოზია და ძნელია ახლა ერთ მნიშვნელოვანი შეფასება. ბუნებრივი ახლოს ამ პროცესს რისკებიც, ამ რისკებზეც არის საუბარი წერილში. სენატორები ფიქრობენ, რომ რეალობა ან თუნდაც აღქმა პოლიტიკური სამაგეროს გადახდისა ოპოზიციის წარმომადგენელთა მიმართ გამოიწვევს ქართული საზოგადოების პოლარიზაციას და ქმნის რისკს, რომ დემოკრატიული პროგრესი რელსებიდან გადავა. უკიდურესად ზიანის მომტანი იქნება ის თუ კი პოლიტიკური ფიგურები საქართველოში დაიჯერებენ, რომ ვინც წააგებს არჩევნებში ან მშვიდობიანად დათმობს ძალაუფლებას, შესაძლოა მალე აღმოჩნდნენ გისოსებს მიღმა. თქვენ თუ ხედავთ ამ საშიშროებას და უნდა ეცადოს თუ არა ხელისუფლება, რომ მსგავსი რისკები გამორიცხოს? მე ყოველთვის ვამბობდი ერთსა და იმავეს და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველა ქვეყანაში, სადაც სასამართლო არ არის თავისუფალი, არსებობს იმის რისკი, რომ ხელისუფლება გახდეს კრიმინალური და ხელისუფლებას კონდეს შიშის განცდა თავისი მომავლის მიმართ და ებღაუჭებოდეს ძალაუფლებას. ესეთი რისკები იყო ყოველთვის საქართველოში და ესეთი რისკები იქნება მომავალშიც. ერთადერთი და ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ ამ რისკებისგან დაგვაზღავს, არის ის, რომ თუ ჩვენ შევძლებთ, რომ შევქნათ ქვეყანა, რომელშიც სასამართლო იქნება რეალურად მიუკერძობელი და ნებისმიერ ადამიანს როცა ის იმყოფება თანამდებობაზე, რაგინდ მაღალ თანამდებობაზე, კონდეს იმის განცდა, რომ თუ კი ჩაიდენს დანაშაულს, ის მოხდება განსასჯელის სკამზე. ეს განცდა რომ არ ქონდათ წინა ხელისუფლების მაღალი დონის ჩინოვნიკებს. სწორედ იმის გამო ესეთი საფრთხები, რაც რის წინაშე დღეს ვდგევართ, მაშინ იღებდა სათავეს. არა დღეს, არამედ სწორედ მაშინ, როდესაც მთელ საზოგადოებას ქონდა განცდა, რომ ხელისუფლება არ უწევდა კანონს ანგარიშს და კანონი არ იყო ყველასთვის თანასწორი. კიდევ ვამბობ, გამეორდება ეს სიტუაცია, ეს რისკები მანამ, სანამ ჩვენ არ ვიქნებით დარწმუნებული, რომ დღეს კანონის წინაშე ყველა თანასწორია იმის მიუხედავად, რა თანამდებობა უკავია და ვინ არის და რას წარმოადგენს, რა არის მისი სოციალური სტატუსი. ქალბატონო, ხომ არ ფიქრობთ, რომ აი ესეთი შეშფოთება, რომელსაც ახლა გამოთქვამენ სენატორები და მართლაც ეს არ არის ერთადერთი ჯგუფი, ვისაც გარკვეული ეჭვები აქვს პროცესებთან დაკავშირებით, გარკვეულწილად არის იმის შედეგი, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში სხვა სურათი ჰქონდა დასავლეთს იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდებოდა ქვეყანაში და სინამდვილეში სულ სხვა რამ ხდებოდა ქვეყნის შიგნით. ხომ არ ფიქრობთ, რომ იმ სურათის ზეგავლენის ქვეშ არიან დღესაც და ამიტომ წარმოუდგენლად მიაჩნიათ, რომ ნაციონალურმა ხელისუფლებამ ჩაიდინა ის დანაშაულები, რაზეც დღეს არის საუბარი? საქმე ის გახლავთ, რომ მე არ ვიცი ვის რა წარმოდგენა ქონდა იმასთან დაკავშირებით რა ხდებოდა საქართველოში, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშები მაგალითად ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოში ძალიან მკაფიოდ აღწერდა იმ სიტუაციას, რაც იყო ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ვისაც ის ანგარიშები აქვს წაკითხული და ვისაც სჯერა, რომ ამ ანგარიშებში ზღაპრები არ არის მოყოლილი, არამედ ეს არის რეალური ამბები, მას ნამდვილად არ ექნება ხა დიდი გაოცების განცდა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს საქართველოში ხდება, იმიტომ რომ ეს ანგარიშები იყო საკმაოდ მკაცრი და მე მაგალითად როცა ვკითხულობდი ამ ანგარიშებს, რაღაცნაირად ყოველთვის მიკვირდა, როგორ ეთანადებოდა ერთმანეთს ის ყველაფერი, რაც ამ ანგარიშებში ეწერა და ის დახმარება და ის ნდობა, თუნდაც ის რიტორიკა, რაც თუნდაც იმავე ამერიკიდან ისმოდა ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ასე რომ ეს თავის დროზევე იწვევდა გარკვეულ გაოცებას, იმიტომ რომ იყო აშკარა დისონანსი, ვთქვათ, ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულების მხრივ ერთი მხრივ და მეორე მხრივ იმის მიმართ, რაც ეწერა მათსავე ყოველწლიურ ანგარიშებში. ახლა რა უნდა იყოს ხელისუფლების ადეკვატური პასუხი? მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ ეს არის ძალიან კარგი მოწოდება უწერილთან დაკავშირებით. იცით რა, ახლა მე დღეს რაც გამოხმაურებები წავიკითხე ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან, მათ ისე მიიღეს და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანების მხრიდან, მათ ისე მიიღეს ეს მიმართვა, თითქოს ეს მათ არანაირად არ ეხება და ეს არის ზოგადი მიმართვა, რომელიც ყველასთვის მისაღებია. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს ისე არ არის, ეს იყო ძალიან კონკრეტული გზავნილი და მე ვფიქრობ, რომ სწორედ იმ ადამიანებმა, ვისაც ეხებათ გადაწყვეტილების მიღება დღეს საქართველოში,
საქართველოში და ძალიან კარგად გაითვალისწინონ ის შენიშვნები, რომელიც არის მიცემული, იმიტომ რომ აქ არ არის კონკრეტულად საუბარი იმაზე, ვთქვათ, რომ ნამდვილად ეს არის პოლიტიკური დევნა, მაგრამ თუნდაც ტოვებდე შტაბ-ეტილებას პოლიტიკური დევნის. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ძალიან კარგად უნდა იყოს, როგორ ვთქვა, გააზრებული ის სტრატეგია, რითიც მაგალითად მოქმედებს პროკურატურა და არ უნდა მართლაც საქმეების თანმიმდევრობა, თუნდაც არ უნდა ტოვებდებს იმ განცდას, რომ რომელიღაც ერთი ადამიანის ან ერთი ჯგუფის ინტერესია, რომ ჯერ ეს საქმეები იყოს გამოკვლეული და შემდეგ რომელიღაც სხვა საქმეები. ამიტომ მე მგონია, რომ მთლიანობაში ესეთი გაფრთხილებები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვის და რაც არ უნდა ტოვებდნენ ისინი შტაბ-ეტილებას, რომ ეს არის ზოგადი მიმართვა, დარწმუნებული ვარ, რომ თავის საქმიანობაში ისინი ამას გაითვალისწინებენ და მხოლოდ კარგი იქნება ეს ჩვენი საერთო საქმეებისთვის. ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციისთვის ექსპერტები, მაგალითად მინდა კარნეგის ცენტრის ექსპერტი თომას დევარი და პროფესორი ანა დოლიძე დავასახელო, უბრალოდ მათი ინიციატივა, რომელიც საკმაოდ ვრცელი ნაშრომით გამოხატეს. ჰქონდათ პრეზენტაციაც ამერიკის სხვადასხვა ქალაქში, დღეს ისინი თუ არ ვცდები, არასამთავრობო სექტორს უნდა შეხვედროდნენ ამერიკის შეერთებული შტატების. მოდელი არის შემდეგი. ეს არის კომისია, ეგრეთ წოდებული სიმართლის კომისია, რომელიც უნდა იყოს სანდო პირებით, მოსახლეობისთვის სანდო პირებით დაკომპლექტებული სხვადასხვა ასევე სანდო ჯგუფების მიერ. ეს არ არის ახალი მოდელი, არამედ მოდელია, რომელსაც ეფექტურად იმუშავა არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ აფრიკაში, არგენტინაში, ტიმორში, სიერა-ლეონეში, პერუში და ასე შემდეგ. რამდენად მისაღები შეიძლება იყოს საქართველოსთვის სწორედ ეს მოდელი, კომისია, სანდო პირებით დაკომპლექტებული და ძალიან სერიოზული ლეგიტიმაციით და უფლებამოსილებებით აღჭურვილი. პირველ რიგში ვთქვათ, რატომ არის საჭირო ფიქრი გამოსავალზე. საქმე ის გახლავთ, რომ ორი რამ ინტერესი ქვეყნის უპირისპირდება ხა ერთმანეთს. ერთი მხრივ არის სამართლიანობის აღდგენის ინტერესი, რომელიც არის დიდი ინტერესი და რომელთან დაკავშირებით ნამდვილად ჰქონდა პირობა დადებული ამჟამინდელ ხელისუფლებას სანამ ის იყო ოპოზიციაში. მეორე მხრივ ეს არის ქვეყნის განვითარების ინტერესი, რომელსაც არ შეიძლება რომ ხელი შეუშალოს სამართლიანობის აღდგენის პროცესმა. ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვჭირდება პოზიტიური ქმედებები, როდესაც ჩვენ ვიქნებით დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ზრუნავს ნამდვილად საქართველოს მოსახლეობაზე, მეორე მხრივ არის ეს ნეგატიური ტალღა, როდესაც ადამიანებმა პასუხი უნდა აგონ იმასთან იმ საქმეების გამო, რაც მათ ჩაიდინეს, ხო? ამიტომ თუ ეხლა გავითვალისწინებთ, რომ დღეისათვის მაგალითად 7000 განცხადება არის შეტანილი პროკურატურაში, მათ შორის როგორც ჩანს 5000 ეხება კონკრეტულად მაღალი თანამდებობის პირებს, ეს ნიშნავს იმას, რომ არ ვიცი, შეიძლება 10 წელი დაჭირდეს პროკურატურას, სანამ ამ 7000 საქმეს გამოიკვლევს და ჩვენ შეიძლება მივიდეთ, თქვათ, იმ საფრთხემდე, რომ მეტი არაფერი არ აკეთოს ქვეყანამ და მთლიანად ვიყოთ ყველა კონცენტრირებული იმაზე, დღეს ვის დაიჭერენ და ხვალ ვის რა ჩვენებას ჩამოართმევენ, ხო? ესე არ შეიძლება ეს ქვეყნის განვითარებას ხელს შეუშლის, ამიტომ ყოველთვის არის საუბარი აი არჩევნების დღიდან მოყოლებული და მანამდე სხვათა შორის როგორ უნდა დამყარდეს ბალანსი სამართლიანობის აღდგენასა და ქვეყნის განვითარებას შორის. როგორ უნდა წარიმართოს სამართლიანობის აღდგენის პროცესი, ისე რომ მან ხელი არ შეუშალოს ქვეყნის განვითარებას. და სწორედ აი ამ კონტექსტში არის ფიქრი ამგვარ კომისიაზე, რომელსაც შეუძლია თავის თავზე აიღოს გარკვეულწილად პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ გადაიზრდება პოლიტიკური ანგარიშწორების პროცესში, იმიტომ რომ ამ საქმეში ჩართული იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც არავითარი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნდათ არც არჩევნების წინა პერიოდში და არ გააჩნიათ არც არჩევნების შემდეგ. სხვათა შორის დაახლოებით ამავე პრობლემაზე წერდა ქალბატონი ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი, თავის ძალიან საინტერესო ინტერვიუში, რომელიც ლიბერალში გამოქვეყნდა და მე რა მინდა ვთქვა, როგორც ჩანს ეს თემაც სამართლიანობის აღდგენასთან ერთად ძალიან აქტუალურია, იმიტომ რომ მე დღეს დილით Facebook-ში ჩემს გვერდზე დავდე ეს ინტერვიუ ქალბატონი ჯანასი და
78 გაზიარება ქონდა დღის განმავლობაში, საკმაოდ ვრცელი და ისეთი სერიოზული ინტერვიუ, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს აქვთ ერთი მხრივ განცდა, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ მეორე მხრივ მათ ასევე აქვთ მოთხოვნილება, რომ მათ ჯეროდეთ, რომ ეს პროცესი ჩაეტევა სწორედ აი სამართლიანობის აღდგენის ჩარჩოში. და ასე რომ საზოგადოება ამისთვისაც არის მზად, რომ რაღაც ისეთ მექანიზმებზე იყოს საუბარი, რომელიც ეჭვებს, განუქარვებს როგორც ჩვენს მეგობრებს უცხოეთში, ასევე პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას. რისი მანიშნებელი იქნება თქვენი აზრით ის თუ როგორ შეხვდება ამ ინიციატივებს ხელისუფლება და წაუყურებს თუ არა? ხელისუფლება არის ძალიან რთული დილემის წინაშე, იმიტომ რომ აი ეს ორი ინტერესი, რომელზეც საუბრობდით, ორივე ინტერესი მისი განსახორციელებელია, მისი გასატარებელია. ამიტომ ერთი მხრივ შეიძლება ხელისუფლებისთვის კარგი გამოსავალიც იყოს, თუ კი პასუხისმგებლობას ესეთ რთული დილემის პირისპირ აიღებს რომელიღაც კომისია, რომელშიც რამდენიმე ადამიანი იქნება, თქვათ იქ საუბარი არის რომ არგენტინაში, მაგრამ 13 ადამიანი იყო ესეთ კომისიაში და ხელისუფლება იტყვის, რომ აი ჩვენ რა თქმა უნდა მივხედავთ ქვეყანას, ჩვენ რა თქმა უნდა მთლიანობაში პასუხისმგებელი ვართ ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში მოხდება, მაგრამ კონკრეტულ საქმეებზე პასუხისმგებლობა აიღოს კომისიამ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ხელისუფლებისთვის ძალიანაც საინტერესო იყოს ესეთი კომისია, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ ქართულ სინამდვილეში ეს კომისია არ მუშაობს, ანუ ეს იდეა, ვთქვათ, დამოუკიდებელი კომისიის არ მუშაობს, რა თქმა უნდა, მე მთელი პასუხისმგებლობა ორმაგად გადავა ხელისუფლებაზე. ამიტომ ანუ ხელისუფლებისთვის უკეთესი უნდა იყოს თუ კი ასეთი კომისია იქნება. თუ კი ეს კომისია წარმატებით იმუშავებს, მე ესე წარმომიდგენია, რომ ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან კარგი გამოსავალი დღევანდელ რთულ სიტუაციაში, მაგრამ საფრთხე ამას ახლავს ის, რომ თუ კომისია აღმოჩნდება შემდეგ, რომ ვერ მუშაობს და საზოგადოების ნდობა ვერ მოიპოვა, ან ისე ვერ განიხილა საქმეები, როგორც საჭირო იყო, შემდეგ ორმაგი პასუხისმგებლობა დაუბრუნდება უკან ხელისუფლებას. იმიტომ რომ მთლიანობაში მაინც ყველაფერზე, რაც ამ ქვეყანაში მოხდება, დღევანდელი ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. ამიტომ ისინი ალბათ კარგად იფიქრებენ, რამდენად დაუჭირონ მხარი ასეთ ინიციატივას, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუ ესეთი კომისია შეიქმნება, ხელისუფლებას გამოუთავისუფლდება დრო იმისთვის, რომ უფრო კარგად განმარტოს, ვთქვათ, რას აკეთებს ის ადამიანებზე ზრუნვის ნიშნით. არსებობს ორი ინტერესი, ერთი არის კონტროლის და მეორე არის ზრუნვის და ყველა სისტემა, რომელიც ქმედუნარიანია, ცდილობს, რომ სწორი ბალანსი დაამყაროს ზრუნვასა და კონტროლს შორის. დღეს ჩვენთან ცოტა მეტად გადახრილი არის სასწორი კონტროლის მიმართულებით, მაგრამ ამას აბალანსებს ის, რომ საზოგადოება გრძნობს, რომ შიშისგან გათავისუფლდა და ეს ძალიან კარგი დამაბალანსებელი ფაქტორია დღეს, მაგრამ აი ხვალ ზეგ უკვე გაჩნდება მეტი ინტერესი კონკრეტულად ზრუნვის ელემენტის მიმართ და აი ეს მოთხოვნაც უნდა ხელისუფლებამ წარმატებით დააკმაყოფილოს, მაშინ უფრო მეტი იმედი ჩაესახებათ ადამიანებს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორი ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ასეთი დიდი ნდობა გამოუცხადა საზოგადოებამ და საქართველოს მოსახლეობამ კოალიცია ქართულ ოცნებას. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იან თაძე პასუხობდა მთავარ კითხვას, ხვალამდე გემშვიდობით, ღამემშვიდობისა.